თუ შენიშნე, რომ შენი მანქანა ბოლო დროს უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, მაგრამ დაფაზე ძრავის მაჩვენებელი არ ინთება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ლამბდა სენსორი. როცა ის ნელ-ნელა ფუჭდება, კომპიუტერი შეცდომას ვერ აფიქსირებს, მაგრამ საწვავის მოხმარებას ზრდის, რაც ხარჯის მატებას იწვევს. მეორე გავრცელებული მიზეზი არის თერმოსტატი. თუ ძრავი ბოლომდე ვერ თბება, კომპიუტერი ფიქრობს, რომ მანქანა ცივ რეჟიმში მუშაობს და მუდმივად მაღალ ბრუნზე მუშაობს, ამიტომ მეტ საწვავს მოიხმარს. შემდეგ მოდის ჰაერის სენსორები, MAPI ან MAPI. თუ ისინი ჰაერის რაოდენობას არასწორად კითხურობენ, საწვავის მოხმარება ირღვევა და ხარჯი იზრდება ძრავის ჩეკის ანთების გარეშე. ხშირად დაუფასებელი მიზეზია საბურავების დაბალი წნევა. ეს ზრდის დატვირთვას ძრავზე და ავტომატურად ზრდის საწვავის მოხმარებას. და ბოლოს, მართვის სტილი. მკვეთრი აჩქარებები და მოკლე მანძილები ხარჯს ისე ზრდის, რომ ბევრი ვერც კი ამჩნევს. თუ საწვავის ხარჯი გაიზარდა და ძრავის მაჩვენებელს არ ინთებს, პრობლემა მაინც არსებობს. ამიტომ სასურველია ლაივ რეჟიმში შემოწმდეს სენსორები დიაგნოსტიკურ მოწყობილობაზე. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთან. გამოიწერეთ გვერდი და დაალაიქეთ ვიდეო. მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის.